სიძვის ამბასადორი. როგორ უნდა ვთქვათ არა? როგორ უნდა ვთქვათ ეს? არა. კობახიძემ ხო მართლობისთან ერთად ფოტოგრაფია ყველა ამოწყდა და კიდე კაი დასავლური ჩერეპატიჟებიან. დედაშვილობა ქართულად და გადაუჭრელი ჭიპლარი, ხო. და უნდა უთხრას ვიღაცამ, რომ დღეში მინიმუმ 2 საათი ბავშვს უნდა ქონდეს საშუალება, რომ იზარმაცოს. მაგარი გადაჩენილი ფიქრად ევრომონებო. არც კარგი ამიდია და არც უდი, ისეთია როგორიც არის. ჩემი დამოკიდებულება ხდის მას ისედაც როგორიც არის. შენ მაღიზიანებ ამწუთას. რა ვიცი, ესეც ვენ ხო არა. ესეც ურიგოთ არის ჩატა. ნუ ხრებ. მოგესალმებით, ეთერშია პოდკასტი ეკლექტიკას 21 ეპიზოდი. თაკო ხრეპაზე გამახსენდა. მე ძალიან მახსენებს ადამიანები რომ ხრეპავენ. მე არ ვხრებ. აი სუპს რო ხრეპავენ ეგ ადამიანები განსაკუთრებით ქოცები პირის კლაპუნი. სუპი მაქვს, სუპს ვჭამ. მაგრამ ზოგადად საკაცობრიო ჩერე გაღიზიანებს. შენ მაღიზიანებ ამწუთას. არა, მაინც აი კონკრეტულად რა. იცი რა, ეგ მე მაღიზიანებს თუ ხალხს ვაღიზიანებს ზუსტად არ ვიცი, საით მხარეს უფრო სწორი იქნებოდა რა თქვა, მაგრამ აი ჩემს წესებს რო გადაუხოვენ ხოლმე ეგ. ოღონდ წესებში იმას არ გულისხმობ, რომ ყველა მე უნდა მემორჩილებოდეს. უბრალოდ აი ძალიან პუწიანი ადამიანი ვარ, რომ აი მოწესრიგებულად უნდა იყოს ყველაფერი და მაგას რო ურევენ ეგ მაგას ვერ ვიტან. ხო, სხვაშორის მეც ისე მაგას ჩვენ ერთმანეთს ვუგებთ და მაგიტო გვერდ-გვერდ ვხედავთ სამსხურში და კიდე ეს ერთმანეთს საზღვრები დაცული გვაქვს არა. და კიდე ის მოსულ ხوارდია გავლებული შუაში. და კიდე მაღიზიანებს ადამიანები, რომლებიც პირად სივრცეს არიცავენ. როგორ ხარ? აი ესე. ანუ ეგრეც ჩემი გოგო. ანუ ტიცოთი. იმაგას ვერ ვიტან. ხო, ხელით შეხებაზე საერთოდ კრუნჩხოვი მემართება ლევან. ხო, მაგას რაღაცებს მეც ვერ ვიტან, მაგრამ აი უფრო გლობალურ მასშტაბშიაც მაღიზიანებს, მაგას ქვია, ფუყეთავთავი რომ უფრო მაღლა იწევს ხო იცი და მძიმე რო თავდახრილია, რაღაცა აი ეგ როცა სუპერ არაკომპეტენტური ადამიანები თავს წარმოაჩენენ იმაზე კომპეტენტურებად, ვიდრე ამას აკეთებენ თავად ამ საქმის პროფესიონალი ადამიანები. და მაგაზეც მახსენდება საერთოდ პარლამენტი. ეგეთი ადამიანი თუ არ მეუფროსება არ მაღიზიანებს და თუ თავისთვის არის უბრალოდ მეცინება. აა, მე თავს ანუ მოვაჭამ ხალხო თავს, ანუ მე რაც კარგად ვიცი, იმაშიც არ მყოფლობჩინობ რა, უბრალოდ ის კარგად რო ვიცი, მე ვარ თავდაჯერებული იმაში, მაგრამ აი ვიღაცა რომ მოდის, ვინც საერთოდ არაფერი არ იცის და ჩემზე მეტად რო უნდა თავი წარმოაჩინოს, აი ეგ შემიძლია რომ შევჭამო. ჩემი აზრით დარწმუნებულია რომ შენზე მეტი იცის და მაგით ვაკეთებს მაგას. ხო, და უნდა უთხრას ვიღაცამ რომ ბოლო დროს აი ბოლო კვირის ჩემი საყვარელი ფუყეთავთავი იყო ლალი მაროშკინა თუ მოროშკინა არ ვიცი რა ქვია, რომელიც ხო რა გახდა? კულტურის დესპანი და მწერალთა კავშირის წევრი. ხო, აი ვიღაცა სამი საყვარელი ყავდა ცხოვრებაში, წიგნი დაწერა და ამის გამო მწერალია. სიძვის ამბასადორი. ხო, და ჩეს არის. ეხა რაღაცა პრემიერს მოუწოდა, რომ ისე რა ქვია, არ შედრკე პრემიერო რაღაცაზე გამხნევა და ჩემი საყვარელი ამბავია. რაღაცაზე არ გამხნევა, პუტინთან შეხვედრაზე რო იყო და ფოტო რო დადეს, სადაც ფოტო რო დადო ერთ-ერთმა ქვეყნის წარმომადგენელმა ერთად იყვნენ, მაგაზე დაწერა, რომ დავაბულინგეთ საწყალი კობახიძე რომ როგორ ბედავდა. ანუ დავაბულინგეთ რა იდიოტური სიტყვა, მაგრამ ხო რა მაგაზე მოუწოდა რომ გამაგრდიო შენო შესაძ მიეწექი, ვიცი რომ მართალი ხარო. ანუ სულით რუსები. ესე კობახიძე ფუყეთავთავიც არ არის. ეგ თავი საერთოდ არ არის. ჩიჩილაკია. და მისი სეზონიც მოდის. ფანჩარი ბოდიში. ლალიზე ერთსაც ვიტყვი, ჩემი საყვარელის ამბავი იყო ბოლო დროს, რომელიც ხო შორის მე ვეღარ ვიპოვე და არ ვიცი წაშალა თუ რა მოხდა, მაგრამ ესე წერდა რომ ანუ უბრალოდ სიტყვა შეთანხმება. პენტაგონიდან ჩემმა წყარო მითხრა. ანუ მე არ ვიცი. კგბ-ს შეიძლება ქალბატონო გყავდეთ წყარო და თავად იყოთ კგბ-ს წყარო და ჭა, მაგრამ რა პენტაგონის წყარო. ანუ ჭაობი. ხო, ისე შედრკა შენი აზრით? ვინ? პრემიერი თურქმენეთში ვიზიტის დროს? არჩი მეტრი ძალიან ამაყობდა. ანუ აი კობახიძე ის ადამიანი არის, ვისაც ალბათ თავი უკვე დიდი ვინმე გონია, იმაზე დიდი ვიდრე აქამდე ეგონა, რომ აი პუტინთან ერთად რაღაცა ფორუმს არა, მშვიდობის ფორუმს ესწრებოდა. ანუ პუტინი და ერდოღანი.
პუტინი იყო იქ და მშვიდობის რაღაც ფორუმს ესწრებოდნენ, თან ეს იყო თურქმენეთში გაიმართა, იმიტომ რომ თურქმენეთის 30 წლის ნეიტრალიტეტს აღნიშნავდნენ. და ჩვენც ხონდათ რომ აქ ნეიტრალიტეტში ჩაგვთონ რომ ვითომ ნეიტრალიტეტი გადაგვარჩენს და მშვიდობა იქნება ჩვენთან და სინამდვილეში ნიშნავს რომ მტერთან ანუ რუსეთთან ერთ-ერთზე დავჩებით და სახე ბოლომდე აგვეხება. შენ ვიდეო ნახე დაბნეული რო დადის და პუტინს როზე უკრინდან ჩუმჩუმად უყურებს. მანიაკია მე მგონი. პუტინის ადგილს შემეშინდებოდა. მეც ხო თან სხვათა შორის ვისაც გვერდით მიუდგა ყველა წავიდა იმ ქვეყნად და ვაიმე იქნება ამჯერადაც გაგვემართლოს ხო ის არის რა ქვია და ამ ვიზიტის მერე ალბათ პუტინმა შეამჩნია რომ ეს ცუციკივით იყო რაღაცა ფინია ძაღლი თუ რაღაც ჯანდაბა და რუსეთის ადმინისტრაციამ გააკეთა კიდევ ერთი განცხადება რომ ჩვენ ვხედავთ საქართველოს პოტენციალს რომ ჩვენ რაღაცა მოლაპარაკებებამდე მივიდეთ და ვიმეგობროთ ჩემი ეს არ გვჭირდება მეგობრობა ისედაც დღევანდელი ხელისუფლების ბატონ პატრონები ხარ და რაღაც ფუთავთ თქვით პირდაპირ რომ რუსეთის გუბერნია ამ პირობებში საქართველოს იმ ხელისუფლების პირობებში რომელიც ყავს და ნეიტრალიტეტი ახსენეთ წერა მან კიდევ ერთი იყო რომ ჩვენი ეკონომიკაო ანუ ეს ზუსტად ვერ ვციტირებ მაგრამ შინ არის ეს იყო რომ იმითი რომ ჩვენ არ დაუჭირეთ და არ შეუერთდით რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ამითი მათი ეკონომიკა ფაქტობრივად გადავარჩინეთ ეს თქვენ ესე პირდაპირ გილოცავთ ხო ისე კობახიძემ ხო მართლობისთან ერთად ფოტო გადაიღო ყველა ამოწყდა და კიდე კაი დასავლური შეერეპატიჟებიან და სხვა შორის პუტინის კვლელობას ცადეს 23 ჯერ და არც ახლა არ გამოვიდა და იქნებ კობახიძეს გამოვიდეს ეს შელოცვა და 23 ფაქტი იყო ეგეთი როცა პუტინის მოკვლას ცადეს ხან ჯემი მოუწამლეს და ხანის მე როგორც წესი მისი დეგუსტატორები დაცვები იღუპებოდნენ თვითონ ყველა ჯერზე გადარჩა ანუ რაღაცა დაახლოებით 3000 კაციანი დაცვა, ოღონდ სხვადასხვა საფეხურის დაზვერვები და რაღაც მთელი ამბები და ეს უნდა გაიარო რა და ვერ ჩაფლავდები ფიზიკურად ვერ მოკლა. მე არ ვიცოდი ამ თურქმენეთი ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს, მაგიტო იყვნენ დასავლელი ლიდერებიც იქ. 30 წელია. სხვა გზა არ აქვს მაგ საწყლებს. ხო და ნეიტრალიტეტზე უმახსენდება რომ აი ჩვენთან ხო ეგ რაღაცნაირი პოპულისტური თემაა რომ ჩვენს ნეიტრალურები უნდა ვიყოთ აი შეხედეთ შვეიცარიას და ხალხო შვეიცარიამ ნეიტრალიტეტი მოიპოვა და შვეიცარია გადარჩაო მეორე მსოფლიო ომის დროსო რაღაც გერმანიის სასტიკ იმპერიას გადაურჩაო მიუხედავად რომ მეზობლები იყვნენ ნეიტრალიტეტის წყალობითო და მაგით არ გადარჩენილა უბრალოდ გერმანიას ძალიან დიდი დანაკარგი ჰქონდა მაგ ომში და შვეიცარია აცხადებდა ნეიტრალიტეტს და მაგას პატივს იმიტომ სცემდნენ რომ თავად შვეიცარიას ყავდა 450000-ზე მეტი კბილებამდე შეიარაღებული იმ დროისთვის ულტრათანამედროვე სამხედრო და ამიტომ დამატებით თავის ატკება აღარ აწყობდა იმას რა ქვია გერმანიას იმპერიებში თორე ნეიტრალიტეტი არ ნიშნავს რომ შენ სამხედრო ძალა არ გაგაჩნია და ჩმორი ხარ ბოდიში და არც ახლა არ არის შვეიცარია აღჭურვილობის და იარაღის გარეშე ხო ეს ნეიტრალიტეტი წლები არის რაღაც მომენტში ბრუნდება მიდის მაგრამ საქართველოსგან ნეიტრალური ქვეყანა ნამდვილად არ გამოვა როცა რუსეთი ყავს გვერდით და თან შენი სუვერენიტეტი არ აწყობს საერთოდ რუსეთი გვერდით ირანი იმაზე ახლოსაა თბილისთან ირანის საზღვარები ბათუმი და არანაირი პოტენციალი არ გაქვს ნეიტრალიტეტის მით უმეტეს ოკუპირებული ტერიტორიების პირობებში ზოგადად ეხლა ამ განამაცთან ვერ იქნები ნეიტრალური, უბრალოდ ნეიტრალიტეტს ვერ მიიღებ რა, იმიტომ რომ მუდმივი საფრთხე იქნება მაინც რადგან რუსეთ მეზობლად ყავს და მთავარი პრობლემა მაინც ის არის რომ ჩვენ სანამ რაღაცებს მსჯელობთ როგორ იქნება უკეთესი და როგორ იქნება უარესი, ანუ არაფერს ეხლა აზრი არ აქვს, იმიტომ რომ შენი ქვეყნის ეხლა ვინც წარმოადგენს ეს ქვეყანას ყოველ შემთხვევაში ქართულ ოცნების პრემიერს გულისხმობ კობახიძეს საერთოდ არ უტყდება, მეტიც უხარია დაიამაყება, რომ თავისი ქვეყნის 20% ვისაც აქვს ოკუპირებული, იმასთან ერთად ერთ მაგიდაზე იჭდეს. მშვიდობის ფორუმზე შეიკრიბა კობახიძე პუტინთან ერთად, მაშინ როცა პუტინს აქვს 20% ოკუპირებული ჩვენი ქვეყნის. რა ვიცი, რა ზღაპარია, გამოგვიძეთ. ტრადიციულად პერიოდულ პანიკაში ხოვარდება ხოლმე რეჟიმი და ეხაც არ არის გამონაკლისი ეს BBC-ს ფილმზე ჩვენ დავასრულეთ მაგაზე ლაპარაკიო რანაირად დაასრულეთ ჩვენ საუბრობთ ადამიანები ხო ეს არ აწყობთ რომ დავასრულოთ მაგით პაპუაშვილმა კიდე ერთი ტანტრუმი მოაწყო როცა კომენტარი თხოვეს და ესეთი რაღაც თქვა რომ საძაგელ დეზინფორმაციას არ უნდა მივცეთ ტრიბუნა ეს იყო საძაგელი დეზინფორმაცია არ მივცეთ საშუალება ამ საძაგელ დეზინფორმაციას დევი ორი სიტყვა მივიდა იმაში რა ქვია საერთო ჩატში და დაიხვია მოკლედ მართლა გიჟები მართლა
გიშებიო და ისა მარიამ ლაშკრი და ვიღაცები ხა ახალ message box აგორებენ. მოკეთ რაც უფრო იწყებს აქტიურ მოქმედებებს ტრამპი რო დაეხმაროს უკრაინას, მით უფრო მეტად აღარ შეერათ რომ ის deep states ებრწვის არ არსებულ რაღაცა deep states და ხო, მაგრამ თან აი რაც უფრო აბსურდულ განცხადებას აკეთებენ, აი ოღონდ BBC-ს ამბავი და ეს მოწამვლის თემა რაღაცნაირად დღის წესრიგიდან მოიხსნას და არ ვიცი რებრენდინგიო იმისიო deep state-ისო რაღაცა დიპლომიანი ქმრებიო და რა ვიცი 1000 დებილობა იკადრეს, იმიტომ რომ ოღონდ BBC და ეს თემა არ იყოს ნომერ პირველი განსახილველი საკითხი და ნიუსების თავში და მაინც ვერაფერი ამას ვერ გადაფავრავს, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში კი არა უკვე საერთაშორისო მასშტაბით მნიშვნელოვანი საკითხია და ლოგიკა ხო ეგ არის, რომ თუ საკუთარ ქვეყანას და საკუთარ მოქალაქეს ესე იქცევი, სხვას რას უზამ, რო გქონდეს შოც საშუალება. კიდე კაი არ გვაქვს. არაფრის. არც თავის დაცვის. მაგარი გადაჩენილი ფიქრობ ევრომონებო ხო ან მოკეთ ეს deep state სისტემა ჩემი საყვარელი თემაა ზოგადად, იმიტომ რომ ხდებოდა. ქართული ოცნების მთავარი მიღწევა არის, რომ ებრძვის არ არსებულ deep state და ეს არის მათი ნომერ პირველი ამოცანა. ქარის გულები. ოღონდ ებრძვის მსოფლიოში საუკეთესოდ, იმიტომ რომ ტრამპიც ებრძვის, მაგრამ ბოლო დროს ცოტა შეფერხდაო ამ ბრძოლაშიო მოიკოჭლებსო, მაგრამ ჯერჯერობით მაინც კიდე ახერხებსო რა. ამ ყველაფერს აი ამ მართლა აბსურდის თეატრს რაშიც ვართ და იმ რაღაც სასწაულ წარმოდგენას, საცირკო წარმოდგენას, რასაც ქართული ოცნება აწყობს, მარიამ ლაშკრი აფასებს კონკრეტულად განათლების რეფორმაზე თქვა, მაგრამ ყველაფერი გულისხმობა, რომ მართლა ეგრე ჯერათ და გონიათ, რომ ჩვენ შევალთო ისტორიაში როგორც ნამდვილი რეფორმატორებიო და მე მინდა ვუთხრა, რომ ნამდვილად შეხვალთ მარიამ ლაშხო და დანარჩენებო ისტორიაში, მაგრამ არა როგორც რეფორმატორები, არამედ როგორც საბჭოთა ისტორიის ღირსეული გამგრძელებლები და მოღალატეები და თქვენი შვილები აუცილებლად წაიკითხავენ საქართველოს ისტორიის წიგნებში თქვენს სახელს მოღალატეების გვერდზე. აი, აუცილებლად პირობას გაძლევთ. ორჯონიკიძეები თანამედროვე. იმას რა უჭირდა ერთი მაინც იყო. ები მეთქი. სხვა რა ხდებოდა ამ კვირაში შენს თავს? რამე კარგი ხო ყოფილა რამე? რამე ახალი ხო არ გაგიგია. მე 25-ისთვის ვემზადები. Stranger Things-ის ეს ახალი სეზონი ხო დაიდო, შენ ისე ვერ გინახავს ხო ეს შუშის თვალებით მეყურებაში? მე ველოდები რომ დამთავრდეს და მე ვუყურო. მე ვუყურე იმ პირველ ნაწილს, რომელიც უკვე დაიდო, როცა დაიდო მაშინ. და ეხლა დავიწყე თავიდან ყურება. 1-4 სერია დამჭა დავეწევი. და მაგით ვიყავი შეპყრობილი და ჩემი გონება მაგით იყო განიავებული, მაგას თუ განიავება ერქვა, იმიტომ რომ ყველაფერი აღმიდგა და სხვა შორის კარგად მხსომებია. მოგიხდა ეს განიავება. კარგად გამოიყურები. და უბრალოდ რაღაც პარალელებს ვაკეთებდი, როგორ ანუ ეხლა რომ 4 სეზონია უკვე დევს და რომელიც რა ვიცი 8 წელი მიდიოდა თუ რაღაცა თავიდან რო ბავშვების ამბით დაიწყო რა რაღაცებით თამაშობენ რომ რა დარები აქვთ და რაღაცები და მე რო უკვე დიდები არიან და თანამშრომლებისთვისაც რო გაიზარდნენ და უკვე პასუხისმგებლობები რო აქვთ და თან აზრი რომ მოეკითხებათ, აი ეს რაღაც რო დავინახე ძალიან საყვარელობა იყო და თან ბევრი თემა არის რომელიც შემოვიდა სერიალში, აი სრულიად უმტკივნეულოდ, სრულიად ბუნებრივად და აი ზუსტად ისე ალბათ როგორც უნდა ვხედავდეთ რეალურად, აი მაგალითად ვილის ამბავი რა, რომელიც პოზიციონირდებოდა როგორც LGBTQ-ს თემის წარმომადგენელი. რომელია ვილი? აი თავი ბიჭი პირველად თუ წაიყვანა. ვეკნას ახლობელი. ხო და აი პოზიციონირდებოდა, მაგრამ აი რაღაც ხო არის სერიალში. ვერ ვამჩნევდი. არ და ეს ქვია რა არის მემუშავებს. 1-3 სეზონია ეგრე. ბავშვი იყო და ალბათ მაგით. 1-3 სეზონია, ნელ-ნელა შემოდიოდა და აი ეხლა რასაც ვიტყვი მაგას ვერ მიხვდები რას ვამბობ და მაგიტო ვიძახი სპოილერი არ არის უბრალოდ იმ კუთხით შემოვიდა ამ შემთხვევაში, რომ ადამიანები, ან ყველა ადამიანს აქვს სუპერ ძალა რა. უბრალოდ იმისთვის რომ ეს სუპერ ძალა რაღაცნაირად გამოამჟღავნოს, არ გულისხმობ ეხლა თავით კედელი გააქვს და რაღაცეებს. უბრალოდ აი თავის შესაძლებლობებში კარგად რო გააკეთო რაღაცა, აი ძალიან მნიშვნელოვანი არის შენი მენტალური მდგომარეობა და ის რომ გამთლიანებული იყო რაღაცნაირად ადამიანი და ეგ ნიშნავს რომ შენ თავს კარგად იცნობდე და აი აქ ეგ ჩანდა რომ როგორც კი ვილმა მიიღო თავისი თავი როგორც არის, ან რაღაცნაირად გამთლიანდა ადამიანი, მერე მისი შესაძლებლობები ერთიორად გაიზარდა და ეს ისე იყო შემოტანილი თან საყვარლად და თან სწორად, რომ ანუ ყოჩახ რა რაღაც ხო არის შემოვარდებიან, აი რო ვერ გაიგებ და უცებ რო ხტებ, უცებ რო აი არაბუნებრივად არის და ეს ამბუნებრივად იყო.
ეხლა ისევ შურის თვალებით მიყურებს. მე არ ვიცი რა უნდა ვთქვა, მაგრამ აი მენტალურ ჯანმრთელობა ახსენე და მაგაზე შემიძლია კომენტარის გაკეთება. ოღონდ ისე უნდა დავუბრუნდე ქართულ ოცნებას, რომელმაც დაინიცირა ახალი პროექტი, რომ მენტალური ჯანმრთელობის მქონე და ამავდროულად ნარკო, ალკო ან ტოქსიკურ ნივთიერებების დამოკიდებულ ადამიანებს საერთო ბაზაში აღრიცხავს 1 მარტიდან ჯანდაცვის სამინისტრო და ამ ბაზას გაუზიარებს შინაგან საქმეთა სამინისტროსაც და სხვათა შორის ზუსტად იგივე შინ არის ის კანონი მიიღეს რუსეთში და იქაც ზუსტად რატომღაც ესეთი დამთხოვა 1 მარტიდან ამოქმედდება. ხო და ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ფსიქიკური ჯანმრთელობა ის რაზეც ისაც ცუდად ზრუნავდნენ და უნდა ზრუნავდეს წესით სახელმწიფო ადამიანების ფსიქურ ჯანმრთელობაზე მეტუმეტეს იმ ყოველთვის მე რას გვიკეთებენ ზრუნვის ნაცვლად ხდება რაღაც სადამსჯელო საკონტროლო იარაღი და სამომავლოდ აუცილებლად გამოიყენებენ პოლიტიკურად ადამიანების დისკრედიტირებისთვის და ამის მაგალითებიც გვაქვს მაგალითად ნინო დათაშვილის და იმ გოგოს შემთხვევაში ანკა ერქვა როგორც მახსოვს მამა რო დეპუტატი ყავდა და მამამ მისმა რო განაცხადა რომ ესო ავადარისო ჩემი შვილი საშინელება როქნა ანუკი ჩრდილოზე იცავს. ჩრდილელი ხო. კი, ნამდვილად ეგრე არის და ის საბჭოთა კავშირის დროს რაც წაგუკითხავს რომ რაღაცა გამოსასწორებელ ადგილებში უშვებდნენ, იმიტომ რომ ნაზი შარმანავის ისტორია გვაქვს ეგეთი. ეგ კიდე გვიანი არის და გვიანი პერიოდის ჯერ კიდე შედარებით უფრო დემოკრატიული საბჭოთა კავშირი ხო, არსებობდა. უკეთესი ვარიანტი რო იყო, მაგრამ ხო და მე ფილმები გვინახავს, რომელიც შეიძლება ჩვენს თვალწინ გაცოცხლდეს ხმით, მარკნას ხმით თუ დამეშინება ის, მაგრამ აი მაგასთან ვართ ახლა ძალიან ახლოს, იმიტომ რომ ეს რაღაცა კონტროლი, რომლის დამყარებაც ეს ძალიან უნდათ, რაღაცა ამსიებით ძალიან მარტივად მოხერხდება, რომ აი ნებისმიერ რამეზე შეუძლიათ რომ მოედან, რომ აი შენ ფსიქიატრთან იყავი ორჯერ, შეიძლება შენ მართვის მოწმობა ვერ აიღო, იმიტომ რომ ხო, მაგით ცდილობენ რომ გაასაღონ ეს რეფორმა, რომ აი მართვის მოწმობის და იარაღის უფლების აღების დროს უნდა გამოვიყენოთ და მაგას ისედაც ხო აბარებს ეგრეთ წოდებულ ფსიქოზე მივდიოდი, რა ვნაყოფიო, როცა მართვის მოწმობას ვიღებდი, ის როგორ მოხდეს კიდე ცალკე საკითხავია, მაგრამ ეგ მაგის გამოსწორება შეიძლებოდა, ანუ ბაზა არაფერ შუაში იყო, შინაგან საქმეთა სამინისტრო ადამიანის მენტალურ ჯანმრთელობასთან საერთოდ რა შუაშია. ამ ქვეყანაში ისედაც ძალიან ბევრი დრო დავკარგეთ იმაში, რომ ადამიანებისთვის დაგვეჯერებინა, რომ ფსიქოთერაპევტთან, ფსიქოლოგთან სიარული ეს არის ნორმალური და ამას ყველა ადამიანი აკეთებს საკუთარი მენტალური ჯანმრთელობისთვის. ეს სტიგმა რაღაცნაირად სულ არსებობდა და ეს ახალი არ ვიცი მაგას რა ქვია კანონი ხო ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ. ისევ მან გვაბრუნებს, რომ ეს სტიგმები გააჩინოს, რომ არ მივიდე ექიმთან და არ მივიღო დახმარება, რომ იმ რაღაც სიაში არ აღმოჩნდე, რომელსაც ჩემს წინააღმდეგ გამოიყენებენ, თუ არ მოეწონებათ რამე, რასაც ვიტყვი რეჟიმის ან რაიმეს წინააღმდეგ, რაც რა ვიცი ქართულ ოცნებას, ან შემდეგში ვინმე სხვა რეჟიმი თუ მოვა მათ გამგზავრებელს არ მოეწონება და თან ეს არის მხოლოდ ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ კანონში, კი არა 11-მდე კანონში იცვლება სხვადასხვა რაღაცები და მათ შორის პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონშიც, იმიტომ რომ ჩვენს პერსონალურ მონაცემებს გადასცემენ და სტიგმა რაზეც თაკოლაპარაკობ და იქ გაძლიერდება და ჩანაცვლდება სტიგმაზე მეტად უფრო შიშით, იმიტომ რომ მაგალითად ფსიქოთერაპევტები ამბობენ ამ პროცესში, რომ ფსიქოთერაპიიდან ადამიანების გადამისამართება ფსიქიატრებთან ისეც უჭირდათ და ახლა უკვე მათთვისაც არის ყوامი შეთანხმება, იმიტომ რომ იმ ადამიანის პირად ინფორმაციასაც აიღებენ კაცმაც ეტაპობრივად ეგრეა რომ ფსიქოლოგთან რომ მიდიხარ იქ ბაზაში არ აღერიცხები, მაგრამ თუ გჭირდება ფსიქიატრის დახმარება, მაგალითად მედიკამენტების დანიშვნა იქნება ეს თუ სხვა და შეიძლება იყოს უბრალოდ ADHD ან OCD მარტივი ფორმებით და შეიძლება გჭირდებოდეს 1-2 ვიზიტი ერთთვიანი მკურნალობა და ასე შემდეგ, ნებისმიერ შემთხვევაში ხვდები ბაზაში. არ არის ყოველ შემთხვევაში განმარტებული დაავადების სიმძიმე, არც ასაკი და არაფერი. ბავშვებიც მათ შორის მაგალითად, ვინც რა ვიცი, მე მშობლებისგან გამეკია მაგალითად, რომ ჩემი შვილი დადის, აქვს რაღაცა OCD და ეხლა რომ დავარეგისტრირო, მე მართვის მოწმობას ვერ აიღებს. ან მაგალითად უცხოეთში სწავლობს პარალელურად, ხო, შეიძლება თქვენი შვილი და ანუ საზღვარს რო გადაყვეთს, იქ ამოუგდებს, ანუ არანაირი განმარტებითი ინფორმაცია ამაზე არ გვაქვს და ბევრი სკეპ შეიცავს, გარდა იმისა, რომ ჩვენს პირად პერსონალურ მონაცემებს ვაძლევთ ჯანდაცვას კიდე ოკეი, მაგრამ რატომღაც შინაგან საქმეთა სამინისტროსაც. ეს ნდობა რაც არსებობს პაციენტსა და სპეციალისტ შორის, რომელიც რაღაცა ომის შედეგად არის მოპოვებული ისედაც, აი მაგ ყველაფერს არ ღვევენ. ჩვენს ქვეყანაში სულ ამბობენ, რომ აი რატო ხდება ამდენი უბედურება, აი ხალხი გაგიჟდა და რაღაც სისულელე შეფასებები. სინამდვილეში ეს არის, რომ მართლა ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს. ეს პრობლემები რაღაცნაირად დაკავშირებულია მე ჩვენს მენტალობასთან. შეიძლება ყურადღებას არ ვაქცევდეთ ყოველდღურად რაღაცებს, მაგრამ ეს ქაოსი, რა ვიცი, სამსახურში, სახლში, უბრალოდ რო გადაადგილდები ამ ქვეყანაში და ამ ქალაქში,
და საგიჟეთი რო არის და არ ვიცი ყოველდღე რო ხედავ ქუჩაში ადამიანს რომელიც დახმარებას ითხოვს ან ქუჩაში ძინავს ეს ხო ადამიანებზე მოქმედებს და მე აღარ უნდა გაგვიკვირდეს რომ და არავინ არ მიდის ამაზე არ საუბრობს არავისთან უბრალოდ სპეციალისტთანაც ყველაზე მნიშვნელოვანია რომ ამ ყველაფრის გადახარშვაში რაღაცნაირად მოგეხმაროს და მე აღარ მიკვირს ხოლმე რომ ამდენი ძალადობა ან რაღაც მსგავსი უბედური შემთხვევებია უბედური არა განზრახ და დედამ შვილს ეს უქნა მამამ შვილს ეიძალა და რაღაც მსგავსი იმიტომ რომ სამკურნალო ერი ვართ ხო და სწორედ იმიტომ რომ მართლა მთელერს და ჩვენს და შეიძლება თქვენც ვინც ახლა მას უყურებთ გჭირდებათ გარკვეული მენტალური დახმარება ჩვენი სტუმარი იქნება პოზიტიური ფსიქოთერაპევტი რომელიც ეცდება რომ პოზიტიურად განგვაწყოს ამ ერთხელ მაინც ძალიან მაინტერესებს იმიტომ რომ ყველაფერი გამიგია ჩემზე მაგრამ პოზიტიური ადამიანიო არასდროს არავის არ უთქვამს და თუ შეიძლება მაგისი მომართვა მე მხოლოდ მაშინ როცა ვსვამ ბელაია თუ არა ვიკიდე მე როგორც ადამიანი რომელიც ხშირად ვარ იქ სადაც ლევანი სვავს ვერ ვიტყოდი როგორც დაგპირით პოზიტიურად უნდა გავაგრძელოთ ჩვენი პოდკასტი და ჩვენი სტუმარია ლალი ბადრიძე ფსიქოთერაპევტი და ჩემი მეგობარი და კლასელი კლასელი რატო ხო დამაბნეველია მაგრამ რაღაც ერთ-ერთ ცენტრში ვიყავით შეიძლება ითქვას კლასელები ხო ესე გვეძახდნენ ერთ კლასელები მე როგორ მიხარია ხომ ლევანში რომ გამოჩნდები ეკრანზე ჩემი კლასელია ყველა გაუცებული როგორ არის შენი კლასელი ხო წესებს აგიხსნე უცებ აქ არის 10 კითხვა 10-დან პასუხობ 8-ს ორნაირად შეიძლება პრინციპი გაიყოს ერთი რომ 2-ზე უარ სიტყვი რა უპასუხო ან ბოლო ორი რაც დარჩება იმას არ უპასუხებ ხო თითო ხსნი კითხვებს კი მაგრამ სანამ დავიწყებთ ვლაპარაკობდით რაღაცა ოცნება რომ ახალი კანონი მიიღო ამ სიებთან დაკავშირებით რომელიც დგება ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობის მქონე ადამიანების მიიღო ჯერ არ მიუღია აპირებს არა ხო აპირებენ მაგრამ საერთოდ მიიღებენ რომელზეც უდომას ექნება რატომღაც ჩემს საქმეთა სამინისტროსაც აი რას ფიქრობ როგორც ფსიქოთერაპევტი რატო რა შეუშლის ხელს რა ვიცი იქნება არ მიიღო აი ხო დიდი სტიგმა იყო ზოგადად ფსიქოთერაპიის გარშემო ბევრი წელი საზოგადოების მხრიდან მე ფსიქიატრებთან ძლივს განთავისუფლდა და ადამიანებმა ფსიქოთერაპიაზე დაიწყეს თამამად სიარული და აი მაგასთან დაკავშირებით რას ვფიქრობ იცი როცა ადამიანებს ეწებებათ ეს იარლიყი რას იწვევს შიშს შიში რას იწვევს შიში იწვევს იმას რომ დახმარების სათხოვნელად აღარ მიდიან და როცა დახმარების სათხოვნელად აღარ მიდიან აი მაშინ არის ყველაზე დიდი საფრთხე და სავარაუდოდ ძალიან ბევრ ადამიანს აღარ მოუნდება რომ ეს გაამხილოს იმიტომ რომ ეს პრობლემებს შეუქმნის და მაშინ მოდი გავაკეთოთ მე გლოვიარე ადამიანი გლოვიარეების რეესტრი ის რომ პანიკური შეტევები შფოთვითი აშლილობა დეპრესია ხო ყველა ჩვენგან შეგვიძლია დაგვემართოს და ეს იგი როგორ იქნება ხვალ დღეს რეესტში ვარ ხვალ არა ვარ თუ აი ეს როგორ უნდა დარეგულირდეს მე წარმოდგენა არ მაქვს და საერთოდაც მგონია რომ ეს ძალიან კონფიდენციალურია და მარტო სამედიცინო წრეებს კონკრეტულად სპეციალისტებმა უნდა იცოდნენ ეს თემა, იმიტომ რომ მე მგონია რომ ძალიან დიდ საფრთხეს ქმნის საზოგადოებისთვის. ეს ნდობა რომელიც პაციენტს და სპეციალისტს შორის არსებობს, ხო ძალიან მნიშვნელოვანია. მე მგონია რომ აი რო გაიხსნას ადამიანი. ყველაზე მნიშვნელოვანია, რა თქმა და უნდა. ამას უშლის ეს ყველაფერი ხელს. იცი რა, ოჯახის წევრებისთვისაც უკვე ისეთი თემაა რა. ხო და მე მგონი რომ ეს იქნება ალბათ ერთ-ერთი თუ ეს მოხდა, ეს იქნება ალბათ ძალიან დიდი საფრთხე საზოგადოებისთვის. და უკან გადადგმული ნაბიჯი და ის წლების ნაშენები ნდობა, რომელიც ამ სფერო მოიპოვა, ამის ჩამონგრევა ერთხელის მოსმით. იცი რა, ნდობა ხო გასაგებია ლევან, მაგრამ რეალური საშიშროებაა, რომ ეს ადამიანები დარჩებიან დახმარების მიღმა. დახმარების მიღმა როცა დარჩებიან, უკვე საშიშროებაა. განსაკუთრებით წარმოიდგინე ალკოჰოლიკები და ნარკომანები, რომლებიც დღესაც სავალალო მდგომარეობაში არიან და როდესაც მიდიან და გადადგეს ნაბიჯი სამკურნალოდ აღარავინ აღარ მევა. ხო. და რაოდენობაც გაიზრდება და საფრთხეც. კი. და ეს საზოგადოებაში ბრუნდება მე ეს საფრთხები რას და ყველაფერი გვიბრუნდება, ჯაჭვური რეაქცია, ყველაფერი ბრუნდება. მაგაზე აი ერთი რაღაც პატარა ფილმი იყო ძალიან საინტერესო, არ ვიცი თქვენ თუ ნანახი გაქვთ, ჩემ დროს იყო ესეთი უფროს ეჩხუბება სახში ცოლი. რაღაც დაწესებულების უფროს და მოდის გაბრაზებული სამსახურში და დაეტაკება მოადგილეს. ეს მოადგილე დაეტაკება განყოფილების უფროს. განყოფილების უფროსი თავის თანამშრომელს. თანამშრომელი ყარაულს. ყარაული გამოდა ძაღლს ამოარტყავს პანგურს.
და ეს უფროსი ცოლი გამოდის და ბაზარში მიდის და ძაღლი გაკანდება და უკბენს. ჯაჭვური რეაქცია. ძალიან საინტერესო. დავიწყოთ? დავიწყოთ. არა საინტერესო. ჩვენი უცნაური დოლორე, რომელიც რეალურად ხაჭაპურის ბოქსია. კვდები როგორც ქვეყანა. რაღაცნაირად გადაება თითქოს ამ ყველაფერს. ეს არის ბერძენი მწერლის რომანს ქვია, ასე სპექტაკლსაც ერქვა, რომელიც საქართველოში დაიდგა და არის გამოხატავს ჩემი აზრით ეს ფრაზა გადასარევად იმას, რაც დღეს ხდება ჩვენს გარშემო და ყველა ცუდად ვართ თითქოს. იმიტომ რომ აი ქვეყანაში არსებული მდგომარეობა არასტაბილურობა და ალბათ განურჩევლად პარტიული კუთვნილებისა ყველას მაინც ეხება, ხო? და როგორ გადავრჩეთ? ხედა ხა გაგიკვირდებათ რატო იცი? მე ვაკვირდები ხოლმე აი ბუნება მაგალითად როგორიც არის, რომ ზამთარს აუცილებლად უნდა მოყვეს გაზაფხული და თუ არ მოვკვდი თავიდან არ დავიბადები და მე ესე მგონია რომ ეს ციკლი არის უწყვეტი, იმიტომ რომ საკუთარი გამოცდილები და რამდენჯერაც მოვკვდი, იმდენჯერ თავიდან დავიბადე და უფრო წინ წავედი. და მე რა ვიცი, ეს ან პოზიტიური ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი პრინციპი არის იმედის პრინციპი. მოვკვდა იმიტომ რომ თავიდან დავიბადო. ხო, მაგრამ სიკვდილამდე მისასვლელი გზა ხო ძალიან რთულია. რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ ზუსტად ის რთულია. ამაზეც თუ გინდა მეტაფორულ პატარა ზღაპრით გიპასუხებ, ნახებ აფრიკაში მოგზაური მიდის ჯუნგლებში და ხედავს, რომ ჭუპრში ზის პეპელა, რომელიც გამოსვლას ცდილობს და მეორედან უკვე დაიბადა და გაფრინდა და შეეცოდება და ამოიღებს დანს და გაუჭრის ამ ჭუპრს. გარს და გამოფრინდება პეპელა და რო ცდილობს რომ გაფრინდეს ჩამოვარდება. იმიტომ რომ მას ჭირდებოდა ის წინააღმდეგობა რომ გაფრენილიყო. ზოგჯერ არა, ყოველთვის. წინააღმდეგობა გვაძლიერებს იმისთვის რომ გავფრინდეთ და მე მგონია რომ გავფრინდებით. და რაღაცებზე რომ კარგად ვიფიქროთ მომავლის იმედი რომ გქონდეს, ალბათ რეალობის აღქმას არ გამორიცხავს ეგ პირიქით. რა თქმა უნდა. რა საკიდან გაბედნიერდი თავიდან და საბოლოოდ? დაბადებიდან ბედნიერი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ამაზე ქონია ადრე საუბარი, რომ საკმაოდ რთული ბავშვობა მქონდა და ჩემი აი ბედნიერი ცხოვრება იწყებოდა ხოლმე, როცა ვიძინებდი, სადაც მეორე სამყარო მქონდა, ჩემი წარმოსახვითი სამყარო სადაც მქონდა და ყოველთვის დილით ვიღვიძებდი ბედნიერი. მერე თუმცა იყო ცხოვრებისეული პრობლემები, ძალიან ბევრჯერ ტირილით დამიძინია და ცრემლებით, მაგრამ ღამე ისევ გადავდიოდი იმ ჩემ წარმოსახვით სამყაროში და ისევ იქ ვიყავ, მერე დილით ისევ იწყებოდა, თუმცა იმედი ყოველთვის, მეოცნები ვიყავი ყოველთვის. და მე მგონია რა ოცნება და იმედი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ოღონდ ეს ორი სიტყვა ოკუპირებული აქვს დღეს. ой, რა. ხო, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. და მე მგონია რომ ის რომ მე დღეს შემიძლია მიუხედავად იმისა რომ შეიძლება ძალიან დიდი სირთულე მქონდეს და სულ იმედით უყურებ ცხოვრებას რა ვიცი აი დღევანდელი დღით ტკბობა შემილია იმისი მიღება შემიძლია რაც მაქვს იმიტომ რომ ვიცი რომ ხოლმე აუცილებლად ამოვა და აუცილებლად გაზაფხული მოვა თავრე დასავლეთიდან რა მოვიდეს ერთ დღეს აუ რა საინტერესოა ეს რაღაცები ძალიან მიყვარს როგორ ამოვიცნოთ ტოქსიკური ადამიანები ჩვენს გარშემო. როგორ ამოვიცნოთ და ამას გადასარევად ხვდებით სულ ყველა ენერგეტიკის დონეზე, მაგრამ როგორ ტოქსიკური ადამიანები თავს გვაბეზრებენ და თავს გვახვევენ თავიანთ სურვილებს. ტოქსიკური ადამიანი, რომელიც მაგალითად გეუბნება, იცი რა, მე რო დაგირეკე, შენ რატო არ მირეკავ. ერთხელ დაგირეკე, სამაგერად უნდა დამირეკო აუცილებლად. ეს უკვე ტოქსიკური ადამიანი, რომელიც გავალდებულებს ისაკეთო, რაც შენ არ გინდა რომ გააკეთო. თუ მე დარეკვა მინდა დაგირეკავ. და ის რომ მაგალითად შენ 10 ჯერ მირეკავ და მახსენებ მაგალითად რომ რა ვიცი, ეს რაღაცა უნდა გაგეკეთებინა ჩემთვის ერთხელ ორჯერად, გინდა დედა იყოს და გინდა შვილი. უკვე ტოქსიკურია. როცა თავს მახვევს თავის სურვილებს, რომ მე თუ არ მინდა არ გავაკეთებ და თუ მინდა დაგირეკავ, თუ მინდა არ დაგირეკავ. ანუ მე რო ყურადღებიანი ვარ, ესე იგი ტოქსიკური ვარ, რო კი ხო, შენ იმიტომ მირეკავ, რომ მე დაგირეკო? ზედმეტი ყურადღება და ზედმეტი ყურადღების მოთხოვნაც უკვე ტოქსიკური ადამიანი. ადამიანი, რომელიც მუდმივად გვეწუწუნება და სულ ცუდად არის და სულ ხასიათოთ არის და უკვე გაყრის ამ თავის ნეგატიურ ენერგეტიკას და გრძნობს, რომ უკვე ცუდად აღარ და აღარ კიდე ამ ადამიანთან. ესეც გახლავს ტოქსიკური ადამიანი. სულაშინია მაგის რო ეგარ გავაკეთო. ხანდახან გაუცნობიერებელია. როგორ უნდა იპოვოს საკუთარ თავში ტოქსიკური ადამიანი? საკუთარ თავში, ან შენში. გამოიარე და მე.
ვილაპარაკოთ მაგ თემაზე. ურიგოთ. ანუ ისე თუ არსებობს რამე რომ ამოიცნო რომ აი მე მგონი ტოქსიკური ვარ. მე მიმპოვია ჩემს თავში რა ურთიერთობებში. თქმა უნდა, თუ დააკვირდები შენ თავს ყველა ადამიანს შეუძლია რომ იპოვოს. ის გამოსწორებადია ალბათ. რა თქმა უნდა, როდესაც გაიაზრებ რა მიხვდები რომ იმას რასაც ვაკეთებ, რატო ვაკეთებ და ხედავ რომ ადამიანს როცა ელაპარაკები და აი თუნდაც დგომაზე შეგიძლია მიხვდე, როცა ელაპარაკები და ერთი ფეხი გვერდზია გადადგმული და ერთი სული აქ რო წავიდეს, უკვე აღარ უნდა რომ მოგშორდეს და ეს კი აღიზიანებ ადამიანს. ან ეუბნები ადამიანს და ხო, კარგი გეუბნება განიშნებს რომ საუბრის დამთავრება უნდა და არასრულებ და მიხვდი რა. რომ ისე არ უნდა ამ ადამიანს და დაანებე თავი. ხე სიკეთის მიყენებაც კი, ანუ მიყენება სიკეთის, ეგეც კი ხდება, ეგეც ტოქსიკურია. როცა იმას მიკეთებ, რაც მე არ მინდა. ხო და შენ გგონია რომ ეს არის სიკეთე, მაგრამ არის რო სიკეთე. განსაკუთრებით ჩვენ შვილებს უკეთებთ ხოლმე და ესეთი გამოთქმარი დავეციო და მივაყენო სიკეთე. თუ არ მინდა სიკეთის მიყენება, ჩემს ახალგაზრდობაში პატარა ხარტულა იყო რომ დედა მაღლა ამოვიდე ბავშვი ეძახის დედა სამუდმივ რატომ შია თუ მეძინება გეძინება ხო და დედა მიცის რომ ეძინება და იქნება არ ეძინება ადამიანს არა დედა მიცის რომ ეძინება დედა მიცის რომ სცივა შია წყურია უნდა ეხლა მე რა დასკვნას გამოვიტანე განსაკუთრებით დედა-შვილის ურთიერთობაში როცა შენ ართმევ თავისუფალ ნებას შენ ხარ უკვე ტოქსიკური მშობელი რა თქმა უნდა არა მხოლოდ მშობელებად ზოგადად ნებისმიერი ადამიანი ხარ აი სიკეთე ახსენეთ და მაგაზე მინდა კითხოთ აი შეიძლება რომ ადამიანი გაიხლიჩოს აი სიკეთესა და სამართლიანობას შორის ეგეთი რამე თუ ხდება რომ აი აშკარად კეთილი საქმეა მაგრამ არ თვლი რომ ის ამას იმსახურებს იცი რა სიკეთეს ჩვენ არ ვაკეთებთ სხვა ადამიანისთვის მოდი ესე ვთქვათ რა სიკეთე თავისთავად არის ის რასაც უკან დაბრუნებას რისასაც არ ველოდები თუ მე იმ ამას ვაკეთებ ის იმსახურებს თუ არ იმსახურებს იმის მიხედვით ეს სიკეთე აღარ არის მე ესე მგონია ანუ მე უფრო იმას გულისხმობდი რომ შეიძლება ჩემმა მის მიმართ გააღებულმა რაღაცა სიკეთემ რაც მას დაეხმარება მე სხვები დააზარალოს აი ეგრე მაგდენს თუ ფიქრობ ეგ ნორმალურია საერთოდ რა ვიცი სიკეთე დასწვენი ხო არა ესეც ურიგოთ არის ბიჭო სიკეთის კეთებას თუ მაგდენს ფიქრობ რაღაც სიკეთეა რა ვიცი მე ესე მგონია რომ სიკეთე აი უცებ უნდა მოვარდეს უცებ უნდა გაგიშდეს რომ მოდი გავაკეთო ოღონდ იმ ადამიანს უნდა კითხო შეიძლება იმას სულ არ უნდა რომ გააკეთო და არ ჭირდება ეს სიკეთე არ მივაყენო სიკეთე მოკლედ რა და საერთოდაც ისე ბიბლიით ხო იცი ითხოვე და მოგეცემა თუ გთხოვენ დაეხმარე ერთი რამე ესეთ კითხვა მინდა რომ თქვა არ უპასუხე მეც მინდა მაგრამ მეგონი არ იქნება მადლიერება როგორც ნიჭი ნიჭია მადლიერების გამოხატვა მადლიერება ეს არის ყველაზე დიდი ნიჭი ალბათ აი სიყვარულისა და მადლიერების ნიჭი ჩემთვის არის ყველაზე დიდი ნიჭი და დუმბაძეს აქვს ხო ცოდვა ის ადამიანიო ვინც სიყვარულის ნიჭის გარეშე წავა ამ ქვეყნიდანო და აი მადლიერების ნიჭის გარეშე ვინც წავა ამ ქვეყნიდან ის ადამიანის ცოდვა იმიტომ რომ მე ვფიქრობ რომ აი ეს მადლიერება სიყვარულთან ერთად რაც ატრიალებს ქვეყანას დომენიკო დედამიწას მე ესე მგონია შენ რისი მადლიერი ხარ ყველაზე მეტად მე ყოველდღილა ვიღვიძებ მადლიერებებით და ჩემთან ვინც დადიან ადამიანებს, ჩემ სტუდენტებსაც პირველი რასაც ვასწავლი არის ეს რომ დილა დაიწყეთ მადლიერებით, გაიხსენეთ გუშინდელი დღე და კონკრეტული 5 რამე, რისი მადლიერიც ხარ ამ ქვეყანას. სულ პაწაწინა თუნდაც ქუჩაში ვიღაცამ შემხვდა და გამიღიმა, რომელსაც არ ვიცნობდი და მადლიერი ვარ ამისი. მე მადლიერი ვარ სიცოცხლის რო ცოცხალი ვარ ეს ზოგადი მადლიერება გესმის აი ამისი მადლიერი რო ცოცხალი ვარ ბზი ამოვიდა გათენდა გასაგებია მაგრამ ნახე აი კონკრეტული რამეები გვეპარება გესმის ამ პატარა წვრილმანები გვეპარება რომლისგანაც ჩვენი ცხოვრება შედგება აი მადლიერი ვარ რო წყალი მომიტანე მაგალითად დიდი მადლობა მადლიერი ვარ მაგალითად ეს კითხვები ვინც დაწერე იმიტომ რომ ძალიან საინტერესო კითხვებია მადლიერი ვარ თაკო რომ ესე მიყურებ და თვალები გიბრჭყვიალებს და ხედავ რომ გაინტერესებს ამისი მადლიერი ვარ ელემენტარული აი ამ პატარა სივრცეში უცებ იმდენი მადლიერება შეიძლება აი ხა რო ამოვიდოდი სანამ შეიძლება გამოიძახებდი ვიღაც ბიჭი შემოვიდა და სადმე ბრძანდებითო და მთხრე მე-6 სართულზე მეთქი და გამომიძახა მე-6 სართული და ამოვედი და იმ ბიჭის მადლიერი ვარ მიშო მადლობა ანუ ნახე ეს პატარ-პატარა მადლიერებებისგან შედგება ეს ცხოვრება კი მაგრამ ცუდი უფრო მარტივად ამახსოვრდება ადამიანს და ეგ ადამიანს გააჩნია უფრო მარტივია ალბათ და მაგიტო
რა ვიცი. იმ სისათავეში მე რომ მომაქციოთ თუ შეიძლება. მე თაკოს დავუთმო ბრიქს. გავაგრძელოთ მოგზავნოთ. გავაგრძელოთ. მადლობა და გავაგრძელოთ. კი ბატონო. აი მადლობა რა კარგი იყო. დედაშვილობა ქართულად და გადაუჭრელი ჭიპლარი. ხო. გონია რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის ზოგადად რაც გვჭირს მაგის ერთ-ერთი უდიდესი წინაპირობა რომ ქართული დედაშვილობა მუდმივად არის 90% არის გადაუჭრელ ჭიპლართან დაკავშირებული. არ ვიცი შენ თუ მეთანხმები. გეთანხმები რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მე იმდენი შეცდომა მაქვს ჩემ შვილებთან დაშვებული, იმდენი რომ დღესაც მიუხედავად იმისა, რომ მე თვითონ ამას ვქადაგებ და მე თვითონ ამას ვასწავლი, მაინც გამეპარება ხოლმე ეს რა დედაშვილური მომენტი, რომ აი დედა ვარ და დამიჯერე და ის რომ მე უფრო კარგად ვიცი შენ რა გინდა. ნუ პირდაპირ ამას რა თქმა უნდა ცოტა ვამუქებ, მაგრამ ხანდახან გაგექცევა და გგონია რომ შენ უფრო კარგად იცი შენ შვილს რა უნდა. ხო და ამას წინათ ვაჩემეუბნება, რომ აიო ჩემ მეგობრები მეკითხებენ, აუ შენ როგორ გაგიმართლა, რა მაგარი დედა გყავსო რა. მართლა აი ესეთი საყვარელი და ესეთი გაგებულია დედა შენიო და შენ რა უთხარი მეთქი და სიმართლეს ხო არ ვეტყოდი. პროტა რატო არა ვარ მასეთი მეთქი და შენო ვერ ხვდებიო და ძალიან ხშირად თურმე ეს ჭიპლარის გადაჭრა აქტუალურია ჩვენთანაც. მე მგონი რომ მან შვილებზე მე ჯერ ძალიან მადლიერი ვარ მართლა და ჩემის, იმიტომ რომ ეგ პრობლემა ფაქტობრივად არ მქონია არასდროს. მაგარია. ზომიერად. შენ 25 წლის დედა ყავს და თავის თავად. ხო, შეიძლება ეგეც არის. აი დედა შენის თაობა, ლევან, ახალგაზრდები უფრო ბევრად აზემოსულები არიან, ვიდრე ჩემი თაობა. იცი რა კიდე დედა ჩემის გამოცდილება ჭიპლარ გადაუჭრელობის დედამისთან შეიძლება იმან განაპირობა, რომ მე პირიქით ზემეთა თავისუფლება მქონდა. შეიძლება ეგეც ცოტა პრობლემა იყო. ხო, ნუ ეხლა ჩემს უმცროს ბევრად მეტი თავისუფლება, ბევრად მეტი კი არა, პრაქტიკულად 3. 3 ხო? აღარ მახსოვს. ვაჩე და ანი მახსოვს. დავავიწყდი ნახე. გოგა მყავს უფროსი. უფროსი ბიჭი. გოგა არის 39 წლის, შემდეგი ანი შუაში და ვაჩე არის 22 წლის. და ვაჩე ძალიან თავისუფლად გაიზარდა. მაგრამ იცი რა არის, აი ორი უკიდურესობა, იმ დროს მეგონა რომ აი ძალიან დიდი თავისუფლება იყოს სწორი აღსდა, ესეც არ არის სწორი. იმიტომ რომ ბავშვ ჩარჩოები ჭირდება. ნახე, კარგი დედა, რას ნიშნავს კარგი დედობა? კარგი დედა, როცა უპირობოდ გიყვარს შვილი, როცა უპირობო თავისუფლებას აძლევ და ამ თავისუფლებას ჩარჩოებში. ანუ ეს ჩარჩოები არის აუცილებელი. ჩარჩო რომელიც არ დააზიანებს სიკვდილს. რომელიც არ დააზიანებს, რომელიც აუცილებელია. ბავშვს რაღაცა ჩარჩო ჭირდება. სულ ჩარჩოობა არ შეიძლება. იმიტომ რომ თუნდაც წესი ნახე დაცულობის შეგრძნება სხვანაირად ბავშვს არა აქვს. მაგალითად, ბავშვს ჭირდება თავისი დრო, მაგალითად იძინებს 9 საათზე სიტყვაზე. რაღაც რუტინა არის აუცილებელი ბავშვისთვის. სხვანაირად დაცულობის შეგრძნება არა აქვს. თუმცა ბევრმა ეს თავისუფლება გაიგო ისე რომ საერთოდ არ უნდა ეს ჩარჩო და ეს სწორი არ არის. კი. განსაკუთრებით ეგ ჩანს ხოლმე საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, სადაც ძალიან თავისუფლად ანუ მე მომწონს გამომდინარე იქიდან რომ ჩემთვის შეიძლება ბევრი შეზღუდვა არსებობდა თავის დროზე როცა პატარა ვიყავ რომ ისე არ მოიქცევი რაც არ შეაწუხა, მაგრამ აი არის მეორე უკიდურესობა, სადაც ბავშვს უნდა და ეს არის მთავარი. და ეგეც არა, რა თქმა უნდა. ბავშვმა უნდა იცოდეს რომ რაღაც შეიძლება, რაღაც არ შეიძლება. აუცილებლად რაღაც წესების დაცვას უნდა და ზღვარი აუცილებლად საზღვრების დაცვა. მე გაუჭირდება. რა თქმა უნდა, მე მიხვდება რომ ესე არ არის რომ შენ ცხოვრება ეგრე არ არის მოწყობილი. რა თქმა უნდა. დისციპლინა. მე თავშიც გაჩნდება რაღაც ბარიერები და მე შეიძლება მან დაანგრიოს, იცი, როცა გონია რომ არის აი მისთვის ყველაფერი მისაღებია, ყველაფერი ხელმისაწვდომი და უცებ აღმოაჩენს რომ არ ყოფილა ესე. იმიტომ რომ ნებისმიერი თამაშიც კი ფაქტიურად არის დიდი ცხოვრების რაღაც მოდელი. ის კი არა ადამიანი რომ შემოდის ჩემთან მაგალითად სესიაზე და პირველად მოდის ხო, რო უყურებ როგორ შემოვიდა, როგორ დაჯდა, როგორ დამელაპარაკა, როგორ მოიქცა. უკვე დაახლოებით წარმოდგენა მაქვს როგორი ადამიანია. და აი შენ დაკვირვებით საქართველოს დედაშვილობა რა ამ დედაშვილობაში რა არის თავარი პრობლემა, რასაც ვაწყდებით ხოლმე. და რაში გამოიხატება უკვე ზრდასრულობა. ზემზრუნველობა არის ალბათ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, როცა გვინდა რომ ჩვენი შვილები ყველანაირ ხიფათს ავარიდოთ, არ წაიქცეს, არ შეეშალოს, არ დაჩაგრონ.
უნდა წაიქცეს კიდევაც, უნდა იჩხუბოს კიდევაც, უნდა შეეშალოს კიდევაც. და უნდა გაუმკლავდეს ამ ყველაფერს. ალბათად შეიძლება გახდეს ბავშვი და ამაში ტრაგედია არ არის. ხან ასე იქნება, ხან ისე იქნება. გვერდში დაუდგე, რა თქმა უნდა. იგრძნოს ჩემი მხარდაჭერა, მაგრამ არ გადავეფარო, რომ აი მე დავიცვა ყველაფერს, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება ვერ დავიცავთ ჩვენ და თვითონ უნდა ისწავლოს პრობლემების გამკლავებას და გადალახვაც. და წამოდგომაც. სიცოცხლის დაშრომის აუცილებლად. ნახე ის, რომ დღეში მინიმუმ 2 საათი ბავშვს უნდა ქონდეს საშუალება, რომ იზარმაცოს. რომ არაფერი არ აკეთოს, იკოტრიალოს, იმიტომ რომ ოცნების საშუალება ქონდეს, ფანტაზიორობის საშუალება ქონდეს. და ჩვენ რას ვაკეთებთ, იცი? ფანტაზიის ადგილს აღარ უტოვებთ. უყიდეთ კონსტრუქტორები, ლეგოები, კომპიუტერები, ისინი ოცნება აღარ აქვს. აი რა გააკეთოს და რა მოიგონოს თვითონ აღარ იცის. ის 2 საათი თავიდანვე მივაჩვიო, რომ არაფერი არ ქონდეს, რა უბრალოდ იყოს, რომ რაღაცა გამოიგონოს. და საღიაზრი როდის იბადება? მაგალითად რაღაცა მინდა პროექტი მაქვს გასაკეთებელი. ყველაზე მაგარი იცი როდის არის, როცა ყველაფერს გადადებ, უბრალოდ სიჩუმეში ხარ. და აი უცებ არ საიდან მოდის. მაგიტო ალბათ ის დილის წინ დრო ყველაზე ნაყოფიერად იყენებენ ადამიანები ჩემი აზრით. მე პირადად ეგრე ვარ, რომ წევა ვითომ ვიძინებ, მაგრამ სინამდვილეში ძალიან კარგია. ხო და დღეს შეგიძლია რა ხანდახან თუდას ბავშვებს 2 საათი რო 1 საათი მაინც შენი თავისთვის რომ დახვიდე რა ოცნებებში. დღის განმავლობაში საცობებშიც შეგვიძლია ვიფიქროთ და ვიოცნებოთ მაგისი დროა. ხო, ძალიან კარგი, აი საცობის ერთი დადებითი მხარე მაგალითად. მართლა არისათუ მოვახერხებდით იქამდე ისოს რომ საცობი პუპუნება ჩვენთვის. კი ბატონო. გავაგრძელოთ. აქ და ახლა. მახსოვს რომ ეს არის შენი საყვარელი სიტყვა შეთანხმება. კი, ზუსტად. ის რომ ვიცხოვრო აქ და ახლა, ეს არის ცხოვრება. რეალურად, ნახე ადამიანები, რომლებიც მოდიან და შფოთი აქვთ ძალიან, ან დეპრესია აქვთ, ეს პრობლემა იბადება ზუსტად მაგედან, რომ აქ და ახლა ყოფნა არ შეუძლიათ. იმიტომ რომ როდესაც წარსულს მივტირი, დეპრესია ჩნდება, როდესაც მომავალში რა იქნება, არ ვიცი, შფოთი. და ამ დროს ეცხოვრება მეპარება აქ და ახლა არა ვარ, აი ხა აქ რო ვარ თქვენთან ვარ, არ ფიქრობ ეხა რომ გავალ მე რას გავაკეთებ, ან რომ მოვედი მანამდე რა იყო. უბრალოდ ხა ტყმები თქვენთან ურთიერთობით და ერთი სული მაგ დანარჩენებში რა წერია გავიგო. აი აქ და ახლა სრულად ვიყო აქ და ამით მივიღო სიამოვნება. ზოგჯერ ძალიან რთულია ჩვენს პროფესიაში მე თუმეტეს. რთულია, მაგრამ შესაძლებელი. მოგიტყარ ულიგოთ მიგიღებთ. მაგას ვაწავიდე. კუნალობა გჭირდება. კუნალობა არა, ლევან, ნახე. თერაპია. მე არ ვმუშაობ, ანუ როგორ თქვა, დიაგნოზიან ადამიანებთან, მე ვმუშაობ ჩამრთელ ადამიანებთან, რომლებსაც ვეხმარები იყვნენ აქ და ახლა. დასასვენებლად სამოგზაურათაც რომ მივდივარ, მე არ შემიძლია ესეთი მოგზაურობა, როგორც დღეს უმეტესობა მოგზაურობს. უცებ ფელის კოშკთან გადაიღო სურათი, მე გაიქცა იქ გადაიღო, ჩემთვის მე უნდა დავჭდე იქ კაფეში, დავლიო ყავა და უყურო ეიფელის კოშკს. და მოვასწრო ამით ვისიამოვნებო. დასვენების დროს არაფრის კეთება დასვენება? რა თქმა უნდა. თუ შენ ეს სიამოვნებს, მაგრამ ვიღაცისთვის გადარბენაა სიამოვნება. ჩემთვის არის დავტკბე აქ და ახლა ყოფნით. შევიგრძნო ის ქალაქი, დაველაპარაკო იქაურ ადამიანებს, რაღაც ნახო სოფელში როგორ ცხოვრობენ, მაგალითად, რა ვიცი, შვეიცარიაში, თუ იტალიაში, თუ ინდოეთში. აი, შიგნით რა ხდება, ეგ მაინტერესებს ძალიან. და ამ ადამიანების ყოფა შევიგრძნო და იქაური სურნელი ვიგრძნო. ის რომ მარტო შენობას შევხედე, რა ვიცი, მაგას ინტერნეტშიც ვნახავ რა. აი, უნდა ვიგრძნო, ემოციაა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი. აი, ესე მაგალითს მოგიყვარ, ვინმე უცხო ადამიანის, რომელიც მაგალითად იღვიწებს 9 საათზე, აქვს ცოტა სახლის საქმეები გასაკეთებელი, რაღაცა ძაღლის, რაღაცა რუტინა, მერე მიდის სამსახურში პირობითად ჟურნალისტია, აქვს ეთერი, მერე ეთერს რო დაამთავრებს, მეორე დღეს ეთერი უნდა დაგეგმოს, მერე ამ ეთერის დაგეგმვას რომ მორჩება, უნდა დაგეგმოს პოდკასტი, პოდკასტს რო დაგეგმოს, მერე უნდა ჩაწეროს პოდკასტი, მერე ღამის 11 საათზე რომ მორჩება. პირობითად ადამიანი. მასალა უნდა შეყაროს, მერე ის უნდა დაამონტაჟოს და შუალედში თუ მოასწრებს, რუსთაველზე უნდა გავიდეს აქციაზე. მას შეუძლია რომ აქ და ახლა იყოს. ვინმე უცხო ადამიანი ჩემზე ვლაპარაკო. თავისთავად ვლაპარაკობს. მე უნდა მივიღოთ ახლა პეტკი. შეიძლება რომ აქ და ახლა იყო და ის სიამოვნო ამბი. შენი არჩევანია. იმიტომ რომ მე შეიძლება იმ დღეს არ ჩავწერო პოდკასტი, არა უშავს მე რა საკუთარ თავს 1 საათი დღეში როგორ ვერ უნდა ვაჩუქო. თუნდაც ის რომ გავიდე და ვიბუდიალო. არა უშავს რაღაცა დაიცდის.
ჯანმრთელობა არ ბრუნდება ლევან და ჩვენ ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია, არ ვიცი გახსოვს თუ არა, ბალანსის მოდელია, რომელიც ცხოვრების 4 სფეროს მოიცავს. ეს არის სხეული ჯანმრთელობა, ეს არის საქმიანობა, ეს არის ურთიერთობები და ეს არის აზრები, ფიქრები, ოცნებები, ფანტაზია. აი ამ 4 სფეროში თუ ბალანსი არ არის, ადრე თუ გვიან დაბარტყამს. ზუსტად იქ სადაც მაგ ყველაზე ცოტა და სადაც მაგ ყველაზე მეტი. ნახე 100% ენერგიის ნაწილდება ამ 4 სფეროში. და როგორ არის ეს გადანაწილებული? ეს ჩვენ ცხოვრებას განსაზღვრავს და როცა ახალგაზრდა ვარ ამას ვიტან, მაგრამ თუ ეს დიდი ხანი გრძელდება, მე აუცილებლად ზუსტად იმ სფეროებში მარტყამს და ვიცი რა, ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ როცა ავათარი ადამიანი, ხო ყველაფერს გადადებს და ყველაფერს ახერხებს და მაინც იქამდე უნდა მივიდე, რომ ჩამაწვინოს, რომ სხეულმა რომ მითხრას, რომ აღარ შეგიძლია და უნდა დაისვენო, არ ჯობია რომ მე თვითონ მანამდე მოვახერხო ეს. ჩემი არჩევანია ყველაფერი რა. ვერ ვახერხებ არ არსებობს, არსებობს არ ვაკეთებ. და შენი არჩევანია, გააკეთებ თუ არა, და ამიტომ იფიქრე. ზოგჯერ თუნდაც გაციებ, ავად ხვდები, იმიტომ რომ როცა არ ვახერხებ და არ ვისვენებ, სამყარო მეუბნება, გაჩერებს. იმიტომ რომ უყვარ ხარ და არ უნდა რომ მოკვდე და უნდა რომ დაისვენო ცოტა ხანი რომ მე ახალი ენერგიით დაიწყო ის შენი საქმე. ხან ავდრო ხოლმე მიხარია. მაგრამ ეს გრიპის ვაქცინა არ უნდა გამეკეთებინა, არ გამختار რომ ავად 4 წელია. პოზიტიური ფსიქოთერაპია მითი თუ რეალობა? ეს ტერმინი მგონია რომ შენ შემოიტანე. შემოიტანე საქართველოში პოზიტიური ფსიქოთერაპია რა. ანუ ყოველ შემთხვევაში მხოლოდ შენთან ასოცირდება. იცი რა, პოზიტიური ფსიქოთერაპია ტერმინი არ შემომიტანია, მე შემოვიტანე მოდალობა. მოცემულობას აქ სხვადასხვა მხარე. როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი და ჩვენ ძალიან ხშირად მარტო ერთი მხრიდან უყურებთ ხოლმე მოვლენებს. თუმცა სხვა მხარეც არის. და ის რომ ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია, რომ მაგალითად მაგალითი მომყავს ხომ რომ აი გარეთ როგორი ამინდია. აი როგორი ამინდია. დღის კარგი. როგორია? მე სიცივე მიყვარს და სულ კარგი ამინდი. ზამთარში. ეხლა დღეს თბილოდა ძალიან. ხო, სიტყვაზე ჩემთვის ცუდი ამინდია. მაგრამ ნახე, მე ვამბობ რომ ცუდია. და რომელი ვართ ახლა მართალი? ყველა. მართალია, იმიტომ რომ არც კარგი ამინდია და არც ცუდი, ისეთია როგორიც არის. ჩემი დამოკიდებულება ხდის მას ისედაც როგორიც არის და აი ზუსტად ჩვენ მუშაობთ იმაზე, მოცემულობა რა არის და მე შევხედოთ ჩემი დამოკიდებულება როგორია და შემიძლია შევცვალო ეს დამოკიდებულება. და შესაბამისად, როცა დამოკიდებულებას ვცვლი, ჩემი ცხოვრებაც იცვლება. მითეური რეალობაა პოზიტიური ფსიქოთერაპია. ადამიანები ხო სხვადასხვანაირები ვართ და ერთ პატარა ისტორიას მოგიყვები, მამას ყავს ტყუპი შვილები, რა. და ბიჭებს აქვთ დაბადების დღე, ერთი არის პესიმისტი, მეორე არის ოპტიმისტი. და ხა გადაწყვეტს, რომ მოდიო, რაღაცა შევცვალო ამ ბავშვებში, რომ ეს პესიმისტიო იქნება ცოტაო გამოვაცოცხლო და ეს ოპტიმისტო დავანახო, რომ ცხოვრებასო ცუდი მხარეები აქვს. და დაბადების დღისთვის ამ პესიმისტის ოთახში დაალაგებს, აჩუქრებს, აჭერამდე და ოპტიმისტის ოთახში დადებს ცხენის ფუნას. და დილით ახლა შედის შვილებთან, შედის ჯერ პესიმისტთან და ხედავს, რომ ეს დაღონებული ზის და რა მოგივიდაო. ვერ ხედავ რამდენი საჩუქრებიაო, ეხა ამას რა გახსნისო, მე ამ ყუთებს რა გადაყრისო. ჩაიქნებს ხოლმე წამოვა ხა ოპტიმისტის ოთახში და ხედავს რომ ეს დგას თვალები უბწყინავს და რა გჭირსო ბედნიერია რა გიხარიაო აუ დაბადების დღეზე ცხენი მაჩუქესო და რა იციო სად არისო ცხენიო და აგერ ფუნარიო და ცხენიც აქვე ახლო იქნება სადმე აი კარი ის რა უმადური იყო პირველი ის და ხე ესეთი შტერი არ არის პესიმისტია ოპტიმისტი პირიქით ცხენი როგორია ფუნა გელაპარაკებით მე თქვენ. ზედმეტი ოპტიმიზმი მგონია რომ ცოტა ის არის რა. არა ნორმა, არ როგორც ზედმეტი პესიმიზმი, ბალანსი საჭიროა. ზედმეტი ყოჩახ. მაგას არ ვიძახი და ბალანსი გაა. თეორიულად შეიძლება ბევრი რამე ხვდები, მაგრამ ემოციური დონეზე რთულია. თუ გინდა გადაიტან, ნახე, უკიდურესობა, ზუსტად მაგას იძახის პოზიტიური ფსიქოთერაპია, რომ უკიდურესობა გინდა დადებითი და გინდა უარყოფითი არ არის ნორმა. და არის დამაზიანებელი ყველა ვარიანტში. თავის მოვლა და თვით შეფასება. ხო, ჯერ მაინტერესებს შენი გოგოშკური ამბები. რა გიყვარს თავის მოვლაში, აი. რა არის შენი აი რაც განჭებს სიამოვნებას, შოპინგი, სახის რუტინა, კოსმეტიკა, აი.
თვითონ რა გიყვარს? მე რა ვთქვი ყველაფერი. ძალიან მიყვარს, გაპრანჭვა მიყვარს. ყველაზე ძალიან მიყვარს ბუნებასთან კონტაქტი. ხეებთან ჩახუტება მიყვარს, ბალახზე ფეხში შველი სიარული მიყვარს, თაში სიარული მიყვარს. იქ ბალახებში აი მიწასთან ჩახუტებაც მიყვარს და ამითი აი ნიავი მიყვარს, თაში რო ნიავია და სურნელი რომ მოაქვს საოცარი. და იცი რა, ეს აი როგორც ბუნებრივი კოსმეტიკური საშუალება ახალგაზრდავდები რა, თუშეთში რო თუშურ სიმღერას მოისმენ. 10 წელი ეგრევე გაკლდება. მე მაგალითად აი ტყის აბაზანები, როგორც იაპონელები ამბობენ, ჩემთვის არის ყველაზე მაგარი თავის მოვლის საშუალება. თუმცა ძალიან მიყვარს გაფრანჭვაც. რა სიტყვის ხალხი. ანუ სხვისი აზრის გავლენა ჩვენზე. იცი რა, რამდენიც არ ვთქვათ, რომ არ გვაინტერესებს და ჩვენთვის უცნობი ადამიანების აზრი, მე მგონი მაინც მოქმედებს. ოღონდ ალბათ გააჩნია რა ასაკში და ზუსტად იცი რა, ალბათ თქვენს ასაკში ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ეხლა საერთოდ არ მაინტერესებს რა. უფრო სწორი რო გითხრა ვიღებ. ყველას აქვს უფლება მოვწონდე, ან არ მოვწონდე. ყველას ვერ მოეწონები. ჩემზე აი ნეგატიური კომენტარიც რო იწერება, რა პრობლემაა? და პირველად რო დაიწერა ნეგატიური კომენტარი, ჩემი ანი მეუბნება ჩემი შვილი, რომ აი მე ვწავშლი, არავითარ შემთხვევაში მე ვთხარი. პირიქით ეგ უფრო მაინტერესებს. და მე აუცილებლად ვწერ პასუხს, მე იქიდან მიბრუნებენ, მე ისევ პასუხობ და ბოლოს მეგობრებად ვიშლებით ხოლმე, იმიტომ რომ იცი რა, როცა გულწრფელი ხარ, იმას აქვს უფლება რომ ჩათვალოს, რომ შენ ასე არ უნდა იქცეო და ჩათვალოს, რომ 62 წლის ქალი ველოსიპედზე არ უნდა იჯდეს. ხო და მე მომწონს და თქვას რომ ეს ცოტა ვერა რა პრობლემაა. მე უხსნი რომ იცი რა ხო? უფლება რომ თავისი აზრი გქონდეს, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი და იცი რა, ეს ჩემი საქმე არ არის. ის არის ისეთი, როგორიც არის და მე ვარ ისეთი, როგორიც ვარ და მივიღო ის ადამიანი ისეთი, როგორიც არის და მე იცი რა, აღარ ბრაზდები. ხვდები რომ ის შენ არ გერჩის, ესეთია და მორჩა. შენთან კი არა აქვს, ის თulis, ნახე სხვა კულტურიდან მოდის. სხვა ოჯახიდან მოდის. თორია ჩვენ რას ვფიქრობთ იმაზე, რასაც ვაკეთებთ. იმიტომ რომ პასუხისმგებლები მაგაზე ვართ. მე ვიყო ბედნიერი. იცი რა, ზოგჯერ რასაც ვაკეთებ, საერთოდ არ ვფიქრობ მართალი რომ. ხო, მთავარი არავნო სხვას და ისე მიიღო საკუთარი ბედნიერება. ხო, ზუსტად ეკოლოგიურად სხვა არ დავაზიანო და მე იქნება მომწონს რომ რა ვიცი, თავგადაპარსულმა ვიარო და ვიღაცის ესთეტიურ გრძნობებზე ამან იმოქმედოს და მისი როდესაც ყვეტია. ოკეი. როგორ უნდა ვთქვათ არა? როგორ უნდა ვთქვათ ესე? არა. ხო, რთულია რეალურად. იცი რა, არას თქმა არ არის რთული, თუ ზუსტად ვიცი რა მინდა. ძალიან ხშირად მე თვითონაც არ ვიცი მინდა თუ არ მინდა. ხო და როცა მე თვითონ არ ვიცი მინდა თუ არ მინდა, იქ უკვე ყოყმანობ და მაგალითად გეუბნებიან, რომ ჩაი გინდა თუ ყავა. და გადაწყვეტილება ვერ მიმიღია, ჩაი მინდა თუ ყავა და თუ ამ ორ პატარა რამეში ვერ ვიღებ. აი ამით იწყება სხვათა შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, რომ არასკამ გეუბნებიან, ჩაი გინდა, არა. რა პრობლემაა თუ არ გინდა რომ თქვა არა? ზოგჯერ გერიდება, ხო? ხო და ჩემ თავს მოусმინო. რაღაცა თუ მართლა არ მინდა, თქვა არა. წამოდი კინოში წავიდეთ, გერიდება და უნდა გაყვერო, არ ვაწყედინო, მაგრამ თუ მე არ მინდა კინოში წასვლა, მოდი ჯობია. რომ ვიყო გულწრფელი და თქვა არა. ჯობია პატარა რამე ეწყინოს, ვიდრე თქვა წავედი კინოში. არ მინდოდა წასვლა, გავღიზიანდი. მე იმან რაღაცა მითხრა, მე რაღაცა უთხრა და შეიძლება უფრო დიდი უსიამოვნება მოგვივიდეს, იმიტომ რომ მე გავაკეთე ის, რაც მე არ მინდოდა. ამიტომ ჯობია რომ თავიდანვე თქვა არა, ვიდრე მე ეს უფრო დიდში გადაიზარდოს და ნახე, ადამიანს ყველას აქვს მოთმინების ფიალა, რომელიც აი ესეთი როცა არას არ ვამბობ, მაგალითად ამებით ივსება, რომ ერთხელ არ ვთქვი, მეორედ არ ვთქვი, მე და ჩავიდა, აივსო ეს მოთმინების ფიალა და ბოლოს შეიძლება რაღაცა ძალიან მარტივ რაღაცაზე და ჩავარდა ეს ბოლო წვეთი და აფეთქდება. ამიტომ ნახე სადინარი უნდა ქონდეს ამ მოთმინების ფიალას, რომ როცა არა მინდა ვთქვა, რომ არა, ვთქვა არა. და როცა გამოდის ეს აღარ ფეთქდება, არც მე ვზიანდები და არც სხვას ვაზიანებ. ანუ ძალიან მაგარია როცა არას თქმა შემიძლია. საკუთარ თავს მოусმინო და თქვა არა, მაშინ როცა მართლა არ მინდა რამე.
აი, ხო არის რომ ქალებს უფრო მეტად უჭირთ არას თქვა, იმიტომ რომ რაღაცა ეგეთ საზოგადოებაში გავიზარდეთ, რომ უფრო კი უნდა ვთქვათ ქალებმა ყველაფერზე არაფერზე უარი არ ვთქვათ, იმიტომ რომ რაღაც ჩვენი მოვალეობა. ეგ ხო არსებობს. განსხვავება. არა? არ ვიცი. მოდი ერთ გამოცანას გეტყვით. მიყვარს ძალიან გამოცანები. და კაი. მოკლედ, ოღონდ თუ ვიცით მითხარით. კი. კურიერი მიდის, უნდა გადასცეს რაღაც წერილი ვინმე გიორგის. და უბნებიან რომ მიხვალო, იქ ოფისში შეხვალო და გიორგის გადაეცი ეს წერილი. მივიდა ოფისში და დახვდა 3 ადამიანი, მეხანძრე, პოლიციელი და მექანიკოსი. კურიერმა წერილი გადასცა გიორგის, ისე რომ არაფერი არ იკითხა. როგორ მიხვდა ვინ იყო გიორგი? ერთი კაცი მარტო. ყოჩახ. მარტივია რა. არ არის მარტივი. ძალიან რთულია. ვერ შენ ახლა შემოთვლი კაცის პროფესიები, რომელზეც მე მიმუშავია და ვიცი რომ პროფესია კაცის და ქალის არ არსებობს. ხოდა ზუსტად ხე ქალზე რო ლაპარაკობდა და ქალებსო ესეთი ისა გვაქვს, როგორ წესი ამას ვერ ხსნიან ლევან. მართლა? კი. როგორ წესი ამას ვერ ხსნიან. და სულ ამბობენ რომ ესე და ვერ იცნობენ ამას, იმიტომ რომ ეს არის სტერეოტიპი. ხო, ეხლა რა გამოვიდა გამოცანა, ხალხს აღარ დაინტერესებს, ეგრევე რო ამოხსენი. არა, მუღამში ვიყავ რომ მე უნდა გამოვიცნო. არ გამოვიდა, აი ძალიან დიდი 50 კაციც რო ზის როგორ წესი ვერ იცნობენ. ძალიან ისე. იმიტომ რომ თავდაჯერებულად გავალაკე და. ხო, იმიტომ რომ ეს არის უყურე სტერეოტიპი, რომ ჩემში სექსიზმი არ არსებობს, ხო? და მაგარია, წინ ხარ წასული ესე. ხო და როცა აი ზუსტად ის რასაც იყო ამბობდა რომ თაკო. რასაც თაკო ამბობდა რომ აი ქალებიო ესე ვართო ზუსტად ეგ არის რომ ვიცით რომ ეს არის კაცის პროფესია და როგორც წესი ამაზე ხოლმე ვერ ხვდებიან. ყველა ვარიანტს თვლიან და ვერ იცნობენ. გიჟდები შენს გამოცანებზე კიდე რამე გაქვს? აი მოდი ახლა პატარა ექსპერიმენტი რო ჩავატაროთ. აი ავიღოთ მაგალითად ეს ჭიქა. აღწერე. და შენ რითი გგავს? ერთი წუთით მოვიფიქრებ, ხა ეს რითი მგავს. რბილია, მაგით მგავს. მეტი არაფერს არ მგავს. მე ვთქვა რითი მგავს ჭიქა? აი ეს რაც მოგეცი. და შედეგი რა იქნება? ახლა მოუნდა. ღრმა? კი ბატონო. ხო ეს ჩემთვზე ხა არ მინდა რომ ისე ვილაპარაკო. ბიჭო, რატო? აი მე მგონია რომ ღრმა ვარ, ემოციურადაც მათ შორის სიღრმე გამოჩნია და რაღაც ზედაპირს შეიძლება ზედაპირზე ვიდო, მაგრამ ემოციური ინტელექტი ჩემი უფრო ქვემოთ არის ვიდრე ზედაპირზე დევს და ამ ჭიქას აქვს თუ არა ეგ ემოციური ინტელექტი არ ვიცი, მაგრამ სიღრმე აქვს, რომელიც პირდაპირ უყურებ შეიძლება არ ჩანდეს კამერაშიც. ორი ცალი ჭიქა და მგონია რომ ეგ ერთი შიგნით არის და ერთი გარედან სხვა ფენა ფარავს და ეგ არის ალბათ ჩემი თავი როგორ ამ ჯავშანი რომელსაც საზოგადოებაში ვარჩენ და მე შიგნით რა ვარ და წყლის რამდენიმე წვეთია რაც ნიშნავს რომ ოდესღაც სავსე იყო ეგ ჩემთან შევსება ცდილობ დავაკავშირო მაგრამ კიდე შევსება კი არა წყლის რამდენიმე წვეთია, რომელიც რაღაცა ჩემთვის ასოცირდება კვალთან, რომელიც შიგნით იყო და ეგეთი კვალი ცხოვრებისეულ გამოცდილებებით ჩვენშიც არის. შენშიც არის, შენს კი ბატონო. კარგი, მადლობა. და თაკო შენ რას ამბობდი რაო? მე ამბობდი ამ წვეთზე, რომ რადგან ერთი წვეთია თუ ორი წვეთია და იყო სავსე. ოდესღაც და კიდე შევსება. კიდე ანუ შენთან რა საერთო აქვს? მე მუდმივად ვივსები და მე გადასარევია. ნახე. აი ეს არის ფსიქოთერაპია რა. ერთი ჭიქა და ორი აბსოლუტურად განსხვავებული დამოკიდებულება. ჩვენ მოგვაქვს ის, რაც ჩვენ შიგნით არის. იმ მომენტში რაც არის ჩემთვის აქტუალური. ეხლა ისეთი პორტრეტი დახატე ეხლა შენ ამ ორ ჭიქაში ხო რამდენი რამე დაინახე. თაკომ სულ სხვა რამე თქვა. შენ თუნდაც იმ ორ წვეთზე შენ აი ნახე ხო რა თქვა არის ისინი რაც შემში დარჩა წარსული გამოცდილება თუ წარსული ემოცია და შენ თქვი რომ როგორც ეს არის ორი წვეთი და კიდე შეივსება და მეც ვივსები და ვივსებიო ხო ერთი და იგივე რამე იყო და რას ვამბობ იცი ლევან რომ ნებისმიერ ადამიანს რომ დააკვირდები ნებისმიერ თუნდაც ამ ჭიქაზე დაუდე და რასაც სიტყვის მიხვდები ვინ არის ეს ადამიანი
და როგორია ეს ადამიანი. თუნდაც ერთი და იგივე სიუჟეტს როცა უყურებენ ადამიანები, სულ ყველა სხვადასხვა რამეს ამბობს. პეტრემ რას თქვა პავლეზეო, პეტრეზე მეტი გავიგე ვიდრე პავლეზეო. ჩემი საყვარელი გამოთქმაა. 2026 წელს რა გავაკეთოთ, რომ ოდნავ უკეთ ვიქრსნოთ თავი, თუ არსებობს ესეთი რაღაც პატარა ფორმულა. გონი რაზეც ილაპარაკა სულ სულ ეგ არ არის. იმედი. ნახე, ვიცხოვრო დღევანდელი დღით და მქონდეს სწორება მომავლის იმედი მქონდეს, იმიტომ რომ ყველაფერს აქვს თავისი დასაწყისი და დასასრული. ყველა დაღმართს თავისი აღმართი აუცილებლად მოყვება. არ არსებობს ღამე, რომელიც არ გათენდება. ესეთი რამე ბუნებაში არ არის რა. და ნახე იაპონელებს აქვთ ერთი ძალიან საინტერესო ამბავია. რო თევზაობდნენ, თევზაობა ერთ-ერთი მათი წამყვანი სფერო იყო მრეწველობის და მოკლედ გადასარევი გემრიელი თევზი ჰქონდათ. იმდენი თევზავეს, რომ ნაპირთან ეს თევზები გაწყდა და მოუწიათ უკვე შუა ოკეანეში გასვლა და იქ თევზაობა. თუმცა თევზებს რო იჭერდნენ, ოკეანის წყალი ჰქონდათ, იმაში ყრდნენ და ნაპირზე ესე გამოყავდათ, მაგრამ ის გემო აღარ ჰქონდათ ამ თევზებს. ხო და დაფიქრდნენ რა გაეკეთებინათ, რომ ეს თევზები ყოფილიყო ისევ ისეთი კარგი, როგორც ადრე. რა გააკეთეს იცი? პატარა ზვიგენი ჩაუსვეს. რომელიც სანამ ნაპირზე გამოვიდოდნენ, დაძდებდა ამ თევზებს და ეს თევზები იყვნენ ისევ ისეთი გემრიელები და კარგები, როგორც თავისუფალ ცურვაში. ანუ ზოგჯერ ზვიგენები საჭიროა, რომ მაგრები გავხდეთ. ვაიმე, ჩვენ დიდი ხანია უკვე 13 წელი ზვიგენი დავგვდებს და იმედია ოდეს მე იმედი ჩემი გემოს გაგებას ვერ მოასწრებს, იმდენს გემო გაიგო უკვე და მადლობა ლალი. თავარი არის რომ კონდეს საკუთარი თავის იმედი და ის რომ ამაზე ცუდად ვეღარ ვიქნები თუ კარგად არ ვიქნები. ნახე, ლევან, ჩემი ცხოვრების მანძილზე რაც ვისწავლე. თქვენ დამეთანხმებით თუ არ ვიცი, მაგრამ მე ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დასკვნა რაც გავაკეთე, არის ის, რომ ის რაც ხდება ჩემს ცხოვრებაში, იმ მომენტში რომ გონია რომ თავზე მეკცევა ყველაფერი და ძალიან ცუდად ვარ, გადის პერიოდი და ხვდები რომ კიდე კარგი რომ ეს მოხდა, რომ ეს რო არ მომხდარიყო, მე ის არ ვიქნებოდი, ვინც ვარ. და მერწმუნე ძალიან ბევრი ტკივილი მაქვს გადატანილი. აი ისეთი მძიმე რომ მიფიქრია რომ აი ხა მე ამას ვეღარ გაუძლებ. მაგრამ წლების მერე მივხვდი რომ ეს რო არ ყოფილიყო მე ის არ ვიქნებოდი ვინც ვარ. და აი რა ვიცი ამაში ვარ იცი როგორი დარწმუნებული და აი ეხლა რაც ხდება ხოლმე ჩემ თავს. კარგი თუ ცუდი ვიცი რომ სოლომონ ბრძანს ბეჭედი ჰქონდა მოგეხსენება რომელსაც ეწერა რომ ყველაფერი წარმავალია. და რამდენი გაბრაზდებოდა დახედავდა რომ ეს გაივლის და დამშვიდდებოდა. დახედავდა ეს გაივლის და ერთხელ ისე გაბრაზდა. არაფერიც არ გაივლის და დაახეთქა ეს ბეჭედი და თვალი ამოუვარდა და აიღო ეს თვალი და დახედა და თვალზე აწერია მეორე მხრიდან ესეც გაივლის. ხო და აი ეს ვისწავლე რა. ერთ რაც შევამჩნია არის ის რომ თქვენ საუბრობთ თქვენს პიროვნულ განვითარებაზე და ჩვენ რაღაცა ჩვენ თავს ესე თაკოდ არ აღვიქვავ რაც ხდება ჩემს გარშემო უფრო იმ ყველაფერზე ვსაუბრობ ხოლმე ვიდრე ჩემს პირად განვითარებაზე რომელიც რამწუხაროდ რამდენიმე წელია ალბათ უკანა პლანზე გადაწეული. სად არის უკანა პლანზე? ხო, ჩემ ეზრით ჩემს თავზე ნაკლებად ვფიქრობ, ვფიქრობ რაღაც უფრო ზოგად საკაცობრიო. ნახე, ზოგად საკაცობრიო იდეები შედგება ადამიანებისგან და მე თუ ჩემ თავზე არ ვიფიქრე, ვერაფერსაც ვერ შევცვლი. ნახე, ჩემი მეგობრის ქმარი უჭყვიანესი ბიჭია, თემური და სულ ფიქრობდიო, რომ აი როგორ გავხადოთ საქართველოს შვეიცარიაო. და ჩვენი ერთ დღეს მივხვდიო, რომ იცი რა, მოდი ჯერ ჩემ თავში შევქმნა შვეიცარიაო. შენ თუ შენ თავში შექმნი, მე ჩემ თავში, ლევანი თავის თავში. ჩვენ შევცვლით რა სამყაროს. და თუ მარტო ესე ვილაპარაკებთ ზოგად საკაცობრიო რამეებზე, რომ მე ეს მინდა, ჩემიდან იწყება შეცვლა რა. მე თუ ფიქრობდი, რომ საკუთარ თავს ვარ დავაპრიორიტეტებდი რაღაცა დროის განმავლობაში და სხვა იქნებოდა პრიორიტეტი, ეს საქმეს წაადგებოდა, მაგრამ შეიძლება არ მოქმედებდეს ეგ. არა, ნახე, ჯერ საკუთარი თავი დააპრიორიტეტე. ჯერ საკუთარი თავი შეიყვარე და მერე უკვე სხვები. ნუ თავიდან ეს მოაქასაკს ალბათ. საბოლოოდ შეცვლა მაინც კარგია, რაღაცის განვითარება რო გინდა, ეგ მაინც მაგაზე შევთანხმდეთ, რომ რაღაცის ცვლილებები თუ გვინდა, ეგ კარგია, ხო? ხო და ის ცვლილებები შენით უნდა დაიწყო.
შევეცდებით. ჩვენ შევეცდებით და ჩაწერილები ვარ ჩვენთან. თაკოს გულთმობ. ური გოთხათ, ური სისათავში მომოხვედრეთ. ლალი ძალიან დიდი მადლობა. მე ყოველთვის მიხარია შენთან ლაპარაკი და ამჯერადაც რა თქმა უნდა დავიმუხტე დადებითი ენერგიებით და სწორედ ამას დავუპირდით ჩვენს მაყურებელს და იმედია რომ თქვენც აივსეთ პოზიტიური თვისებებით კი არა ხასიათით ენერგიით და მადლობა რომ გვიყურეთ და არ დაგავიწყდეთ ჩვენი გამოწერა. მადლობა რომ ხო თქვი ბოლომდე. ვიდა დავამთავრეთ. ხო თაკომ დავამთავრეთ. Sam Shablo